მოგესალმებით, მე ვქვია ხოჯაფარიძე და მე ვარ რეიკის სისტემის ტრენერი. მოგეხსენებათ, რეიკი ეს არის იაპონური გამოჯანსაღებელი სისტემა, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვიმუშაოთ ადამიანის ბუნებრივ ენერგიასთან ისეთნაირად, რომ მოვიყვანოთ მისი ჯანმრთელობა წესრიგში. ამ ვიდეოში მინდა გაგიზიაროთ ძალიან მარტივი ერთი შეხედვით ხერხი, რომლის მეშვეობითაც, როგორც რეიკის პრაქტიკოსებმა, ისე ადამიანებმა, რომლებმაც საერთოდ არ იციან ენერგიასთან მუშაობა, შეგიძლიათ მნიშვნელოვანწილად დაეხმაროთ საკუთარ ორგანიზმს რაიმე ქრონიკულ დაავადებასთან ბრძოლაში. ბუნებრივია ეს სავარჯიშო არ ცვლის აუცილებელ სამედიცინო მკურნალობას, მაგრამ წარმოადგენს, ასე ვთქვათ, ძალიან კარგ, ეფექტურ დამატებას მისთვის. შესაბამისად, თვითონ სავარჯიშო, თვითონ ტექნიკა საკმაოდ მარტივი შესასრულებელია. საამისოდ, ჩვენ გვჭირდება წუთნახევრიანი ტაიმერი, რომელსაც ახლა ჩავთავ. პრინციპში, ჩემთან ერთად შეგიძლიათ ეს სავარჯიშო გააკეთოთ, ან გააკეთოთ სხვა დროს, ნახოთ ეს ყველაფერი ჩანაწერში. ესე იგი, ვიწყებთ რით. გადავიტანოთ ჩვენი ყურადღება გულზე. ნებავთ დავხუჭოთ თვალი. დავამშვიდოთ სუნთქვა, დავამშვიდოთ ჩვენი აზრები და გადავინაცვლოთ ჩვენს გულში. მათთვის, ვინც რეიკის პრაქტიკოსები ვართ, შეგიძლიათ გააქტიუროთ რეიკი. ვინც არ იცის, ასე ვთქვათ, რაიმე ენერგოსისტემასთან მუშაობა, არ გაქვთ ამის გამოცდილება, უბრალოდ გადაიტანეთ მთელი ყურადღება თქვენს გულზე და გაიხსენეთ ადამიანი, რომელიც გიყვართ, მართლა გიყვართ, აი აბსოლუტურად ჭეშმარიტი უპირობო სიყვარულით. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ეს ადამიანი, მთავარია ის, რომ თქვენ მის მიმართ, ამ ადამიანის მიმართ გაქვთ სიყვარულის განცდა, სიყვარულის გრძნობა. როდესაც იხსენებთ ამ ადამიანს, იგრძენით და წარმოიდგინეთ, რომ თქვენს გულში ჩნდება სიყვარულის ნაპერწკალი, ნათება. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ნათება გადიգდა, გაცდა თქვენი სხეულის ფარგლებს და გახდა უზარმაზარი, შეავსო მთელი თქვენი ველი. ბუკვალურად ყველა მხრიდან ხედავთ ნათებას, სიყვარულის ენერგიის ნათებას. ახლა წარმოიდგინეთ, რომ სიყვარულის ენერგია თქვენი გულიდან დაიძრა მხრებისკენ, შემდეგ წამოვიდა თქვენს ხელებში. წარმოიდგინეთ, მხრებიდან ჩავიდა იდაყვებში, იდაყვებიდან ამოვიდა მტევნებში და ხედავთ, როგორ გამოვიდა სიყვარულის ენერგიის ნათება თქვენი ხელებიდან. ახლა წუთნახევრით დაიდეთ ერთი ხელი, არ აქვს მნიშვნელობა მარჯვენა თუ მარცხენა კეფაზე, მეორე ხელი შუბლზე. და შეუშვით ენერგია ამ
უბრალოდ მოადუნეთ ხელები და მიეცეთ ენერგიას საშუალება, რომ თავისუფლად შემოვიდეს თქვენში. ამ დროს სუნთქავთ ნორმალურად, თავისუფლად. შემდეგ გადავიტანოთ ხელები საფეთქლებზე, ასევე წუთნახევრით. მოვადუნოთ ამ დროს ხელები, ვისუნთქოთ ნორმალურად და უბრალოდ მივცეთ სიყვარულის ენერგიას საშუალება, რომ თავისუფლად შემოდიოდეს ჩვენი საფეთქლებიდან ჩვენს თავში. ახლა ერთი ხელი დავიდეთ კისერზე, მეორე ხელი დავადეთ თავს ზემოდან. ასევე თავისუფლად სუნთქავთ, ხელები მოდუნებული გვაქვთ და ენერგია, სიყვარულის ენერგია ან რეიკი უძნებავთ, თავისუფლად შემოდის ჩვენში. ახლა დავიდეთ ხელები კუჭის არეში. თავისუფლად სუნთქავთ, ხელები მოდუნებული გვაქვს და რეიკი ან სიყვარულის ენერგია, სიყვარულის ნათება თავისუფლად შედის კუჭის არეში.
ახლა გადავიტანეთ ხელები და დავიდეთ თირკმელებზე. ასევე თავისუფლად ვსუნთქავთ, ხელები მოდუნებულია და რეიკი ან სიყვარულის ენერგია თავისუფლად შემოდის თირკმელების არეში. ძალიან კარგი. ეს პირველი 5 პოზიცია. შუბლი და კეფა, საფეთქლები, კისერი და თავის ზედა ნაწილი, კუჭი და თირკმელები, ზუსტად ამთან მიმდევრობით. ეს არის მოსამზადებელი ნაწილი. ახლა, როდესაც გავიარეთ წუთნახევარი ყველა ეს პოზიცია და ასე ვთქვათ, მოვიყვანეთ ჩვენი ენერგოსისტემა გაცილებით უფრო მძლავრ მდგომარეობაში. აი ეხლა დაიდეთ ხელები იქ, სადაც ასე ვთქვათ, გაწუხებთ რაიმე ქრონიკული დაავადების სიმპტომი, მაგალითისთვის ავიღეთ ელენთა, ხო? დავადეთ ხელები და ასევე ხელები მოვადუნეთ და წარმოვიდგინეთ, როგორ შედის ენერგია, სიყვარულის ენერგია იმ ორგანოში ან იმ ადგილას, სადაც გაქვთ რაღაცა შემაწუხებელი სიმპტომი. და იმდენ ხანს მივმართავთ ამ ენერგიას, სანამ არ დავინახავთ, რომ აი იმ ადგილას, სადაც გქონდა პრობლემა, იქაც აინთო სიყვარულის ნაპერწკალი, შემდეგ გადიდდა და მთელი ამ ორგანოს ან ადგილის ველი შეივსო დიდი კაშკაშა ნათებით. როდესაც ამ ეფექტს მივახციეთ, შეგვიძლია ან გადავიდეთ, ასე ვთქვათ, კიდევ სხვაგან, თუ კიდევ რამე სიმპტომი გვაქვს, ან დავასრულოთ. როდესაც ჩავთვალეთ, რომ დავასრულეთ, საკმარისია. დავიდეთ ხელები ისევ გულზე და შევედით მადლიერების გრძნობაში, მადლიერების მდგომარეობაში. მადლობას ვუხდით ყველას და ყველაფერს, რაც მონაწილეობდა ამ გაჯანსაღების პროცესში. აი ესეთი მარტივი, მაგრამ საკმაოდ ეფექტური ტექნიკა, რომელიც გვაძლევს საშუალებას რაიმე ქრონიკული სიმპტომის ან დაავადების შემთხვევაში მნიშვნელოვანწილად, ასე ვთქვათ, გავაუმჯობესოთ და დავაჩქაროთ გამოჯანსაღების პროცესი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს სავარჯიშო წარმოადგენს ტრადიციული კლასიკური სამედიცინო მკურნალობის დანამატს და არ ცვლის მას. ახლა ჩემო კარგებო, თუ რამე შეკითხვა გაგიჩნდათ ამ ტექნიკასთან დაკავშირებით ან ზოგადად ენერგიასთან დაკავშირებით, ენერგიის გამოყენებასთან საკუთარი თავის გამოჯანსაღებისთვის, შეიძლება მომწერეთ კომენტარებში. მადლობა თქვენ, მარიამ, რომ მიყურებთ, მისმენთ და რაც თავარია, ამას იყენებთ ცხოვრებაში.
ეს ჩანაწერი შეგიძლიათ პერმანენტულად რამდენიც დაგჭირდებათ უყუროთ და იმუშაოთ იმ სიმპტომზე და ნელ-ნელა ან ჩქარ-ჩქარა მოიყვანოთ საკუთარი სხეულით და ენერგეტიკაც ნორმაში. ანა, თუ შეიძლება მითხარით, ხართ რეიკის პრაქტიკოსი და რეიკის იყენებდით თუ სიყვარულის ენერგიით მუშაობდით? ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემი ლექციები გეხმარებათ ცხოვრების გაუმჯობესებაში, მაგრამ მათი მიზანი ზუსტად ეს არის. ჩემი ცხოვრებისეული კრედო არის, რომ ნორმალური ადამიანები ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ იმით, რაც შეუძლიათ, ხო? Quanța energia ar gaდის ცოტა არ მესმის ამ შემთხვევაში ტერმინის მნიშვნელობა. ესე იგი, ვაკეთებთ აი პირველ 5 პოზიციას ეს კუჭი თირკმელები, შემდეგ გამოუშვით ეს ენერგია ხელებში, წარმოიდგინეთ ვიზუალურად, თუ შეგრძნება არ გაქვთ, ვიზუალურად წარმოიდგინეთ უბრალოდ ნათება, თეთრი ან ოქროსფერი. და შემდეგ ასე ვთქვათ, დაადეთ ხელები, მაგალითად ქუსლია, ხო? დაადეთ ხელები ქუსლს და აი ვიზუალიზაციის დონეზე უყურეთ, მოდუნდით და იმდენ ხანს გეჭიროთ ხელი, სანამ არ დაინახავთ, რომ იქ შევიდა ეს ნათება. იქაც აინთო ეს ნაპერწკალი და შემდეგ გადიდა, გახდა დიდი და კაშკაშა. აი ეს იმის ნიშანია, რომ იმ დღეს შეგვიძლია დავასრულოთ. შეგვიძლია მაგალითად თუ შემაწუხებელი სიმპტომია რამე დიდი ხანი გაწუხებთ, დილით საღამოს ვაკეთოთ. ხანდახან მიდის რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე. იმაზე რომ მნიშვნელოვან სტაბილურ პოზიტიურ ეფექტს მივახციოთ. გადასარევი ხალხო, რეიკი იქნება, გაქვთ რეიკი ნასწავლი, რეიკის პრაქტიკოსი ხართ, რეიკი გამოიყენეთ, არა სიყვარულის ენერგია გამოიყენეთ, ესეც კარგად მუშაობს, სხვანაირად მუშაობს, მაგრამ კარგად მუშაობს ანალოგიურად პრინციპში. ალბათ გსმენიათ ძალიან ბევრჯერ ადამიანებისგან, რომ უბრალოდ ეს სიყვარულის ენერგიის ნაკადით მათ შეძლეს ასე ვთქვათ, რაღაცა დაავადებების დაძლევა. შესაბამისად, უბრალოდ ეს ტექნიკა გაძლევთ უფრო სწრაფ და კონცენტრირებულ ინსტრუმენტს იმისთვის, რომ ეს მოხდეს ასე ვთქვათ, უფრო მიზანმიმართულად და მარტივად. მარიამ, რეიკი იმდენად მარტივი რაღაცაა. მე ალბათ გამიმართლა, იმიტომ რომ ორივე მასწავლებელი დასავლურ ხაზშიც და იაპონურ ხაზშიც არ ართულებდნენ ამას ყველაფერს, უბრალოდ ძალიან სწორად ამიხსნეს, რომ თვითონ სისტემა ხო, არის ძალიან მარტივი. უბრალოდ ყველა ავტორს უნდოდა რომ რაღაცა ინდივიდუალური შეეტანა ამ სისტემაში და ბოლოს იმდენი რაღაცით დაიხუნძლა, რომ გართულდა ელემენტარულად. ხანდახან ისეთი რაღაცეებია, შეგინით, რასაც საერთოდ კავშირი არ აქვს რეიკისთან, თუმცა მუშაობს ის რაღაცეებიც. აი იმ ასე ვთქვათ, იმ პრობლემატიკასთან სამუშაოდ, რასაც ის ავტორი იძახდა. რატომაც არა. უბრალოდ თვითონ რეიკი, მისი საფუძველი, ასე ვთქვათ, ხო? აი ეს ფუნდამენტური. არის ძალიან მარტივი სინამდვილეში. ჯგუფს რო გავაკეთებთ პრინციპში, ალბათ პირველი და მეორე საფეხურის იქ ნახავთ, რომ აი მარტივია თვითონ ალგორითმები. ყველაზე ისეთ სამუშაო მომენტი არის საკუთარი ადამიანური ეგოს გვერდზე
გაწევაში. აი ერთი ეგ არის. ანუ ასე ვთქვათ, ამ პარტავნების დაძლევაზე სხვა სირთულე მანდ არ არის. როცა ადამიანი სხვა ქალაქში იმყოფება, როგორ შეიძლება ამ ტექნიკით დახმარება წარმოსახვით? თუ აქტუალურია თქვენთვის ეს თემა, თუ არის ვიღაცა, ასე ვთქვათ, ვისაც ჭირდება ასეთი დახმარება, ალბათ პირველი. ამ ადამიანმა უნდა იცოდეს იმის შესახებ, თქვენ აი ამ მომენტში რაღაცას აკეთებთ მის დასახმარებლად. ეს ერთი. რატო ხსნი? იმიტომ რომ როდესაც ენერგიასთან მუშაობთ, რეიკი იქნება თუ სიყვარულის ენერგია თუ რაღაც, ამან შეიძლება იმდენად მოადუნოს ადამიანი, ხო? რომ თუ არის ამ დროს საჭესთან მაგალითად, ხო? აი შეიძლება რაღაც სახიფათო სიტუაცია შეიქმნას. ამიტომ ადამიანმა ეს უნდა იცოდეს, უნდა იყოს ან იჯდეს, ვთქვათ, სავარძელში, ან იწვეს დივანზე, საწოლში და ამ შემდეგ. და შემდეგ დაკეთებთ ესეთ რაღაცას. წარმოიდგენთ, რომ აკეთებთ თქვენ თავზე თუ სიყვარულის თუ ასე ვთქვათ, რეიკის მეორე საფეხურის პრაქტიკოსებმა გადასარევად იციან, როგორ გეთება ეს დისტანციური. თუ სიყვარულის ენერგიით მუშაობთ მხოლოდ. წარმოიდგინეთ, რომ აი ხო იდებთ აი ამ პოზიციებზე, ხო, ხელებს. უბრალოდ წარმოსახვაში წარმოიდგინეთ, რომ აი იმ ადამიანს ადებთ ხელებს, თუმცა ფიზიკურად საკუთარ სხეულს შეეხეთ. როდესაც დაამთავრებთ ამ პროცესს, ხო? შემდეგ მადლიერების მდგომარეობაში რომ შეხვალთ, მერე წარმოიდგინეთ, რომ თქვენსა და ამ ადამიანს შორის გაჩნდა ესეთი წყლის ჩანჩქერი, რომელმაც ჩახსნა, ასე ვთქვათ, ეს ენერგეტიკული კავშირი. იმისთვის, რომ იმან იქ შეინარჩუნოს საკუთარი მთლიანობა, თქვენ აქ. აი ესე მარტივად შეიძლება ამის გაკეთება. არათანაბარი გადანაწილება, ენერგიის არათანაბარი გადანაწილება, ალბათ გულისხმობთ, რომ ზოგან უფრო ინტენსიური შეგრძნებაა, ზოგან არა. მოეშვით, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში ეს არ არის მნიშვნელოვანი. მოდუნდით, ხელები მოადუნეთ და ენერგიამ თვითონ იცის, სად, რა დოზით, როგორ, რატო წავიდეს, ასე ვთქვათ, და როგორ გადანაწილდეს. თუ მიაქცევთ ყურადღებას, ყველაფერი იწყება გონების ავსებით, ხო? გონების ცნობიერების მოყვანით მაღალ ვიბრაციულ მდგომარეობაში. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში დაავადების სიმპტომები ჩნდება არაეკოლოგიური გადაწყვეტილებებიდან, არასწორი აზროვნებიდან, არაეკოლოგიური მეტყველებიდან და ასე შემდეგ. ამიტომ ვიწყებთ თავით. ჯერ მაინც ცნობიერება მოყავს, ასე ვთქვათ, ნორმალურ მდგომარეობაში. შემდეგ კუჭის არემზისწნული, ხო, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ენერგეტიკული ძრავის ადგილს და თირკმელები. ჩინური მედიცინის თანახმად, ჩვენი თირკმელები ეს არის ჩვენი ენერგეტიკული გული, ან ჩვენი ბატარეა, ასე ვთქვათ, ხო? აი სანამ გადავალთ უშუალოდ სიმპტომზე სამუშაოდ, ჯერ მოვიყვანოთ ნორმაში ცნობიერება, შემდეგ ენერგეტიკული მარაგი და აი შემდეგ გადავდივართ უკვე უშუალოდ იქ, სადაც რაღაცა გვაწუხებს ან გვტკივა. ერთად გაივლით საფეხურს თუ ცალ-ცალკე, ერთად. იმიტომ რომ თუ, ასე ვთქვათ, ტრენერმა იცის, როგორ გააკეთოს ადამიანების ინიციაცია ჯგუფურად, მაშინ ესეც შეიძლება. ევროპულ და დასავლურ ტრადიციაში ეს არ არის, ეს მასწავლა ჩემმა იაპონელმა მასწავლებელმა, ასე ვთქვათ. აი ასე დამკვირვეთ. მე მგონი, ყველა შეკითხვას უპასუხეთ, თუ რაღაცა შეკითხვები გაჩნდა აი ამ ტექნიკასთან დაკავშირებით, მომწერეთ. კიდევ ერთი ნიუანსი.
როდესაც იწყებთ ამ პროცესს, შესაძლოა ორგანიზმმა დაიწყოს რაღაცა გაწმენდითი პროცესები. როგორც ფიზიკურ დონეზე, ისე ფსიქოლოგიურ დონეზე. ანუ შეიძლება უფრო ხშირად წაგიყვანოთ ტუალეტში, მაგალითად, ან ოფლიანობა გაჩნდეს რაღაც. პირველი რამდენიმე დღე, 3-4 დღე შეიძლება გქონდეთ რაღაცა ისეთი დუღილის პროცესები, ეს არის ნორმალური ამბავი. თუ რაღაცის გამოყვანა უნდა გარეთ რაღაცა ტოქსინების გამოიყვანს, თუ ეს არ გაქვთ აკრძალული ექიმის მიერ სითხესვით. შემდეგ ფსიქოლოგიური ტოქსინების წმენდას რაც შეეხება, ამ დასაწყისში, ასე ვთქვათ, ასეთი მუშაობი შეიძლება დაგესიზმროთ რაღაცა უცნაური სიზმრები, ხანდახან ნეგატიური სიზმრები, ასე ვთქვათ, რომელიც მანამდე არაცნობიერში იჯდა და თქვენს კეთილდღეობას უთხრიდა ძირს. შეიძლება ეს ყველაფერი ამოვიდეს გარეთ. შეიძლება რაღაცეები და ვიღაცეები გაგახსენდეს, აი ნიკოლოზ დროინდელი. შეიძლება რაღაცა ემოციები წამოვიდეს ცოტა ხნით. ანუ პირველი რამდენიმე დღე, როცა საკეთებ ამას, ხო 1-4-5 დღე, აი რაც ხდება იმ მომენტში, მიიღეთ როგორც ნორმა. ეს არის და ეს, ალბათ. მადლობას მოგახსენებთ ჩემო კარგებო ყურადღებისთვის, დრო და დრო ვეცდები გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილებიდან, ვთქვათ, ეფექტური ინსტრუმენტები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას, რომ საკუთარი ენერგეტიკული სტატუსი მოვიყვანოთ ნორმაში, იმიტომ რომ ენერგეტიკული სტატუსი არის მესამე კომპონენტი ჩვენი კეთილდღეობის. შეგახსენებთ, რომ პირველი კომპონენტი არის სწორი რწმენა-წარმოდგენები, ანუ ეფექტური მსოფლმხედველობა. მეორე კომპონენტი ეს არის ეფექტური სააზროვნო და სამოქმედო სტრატეგიები და მესამე კომპონენტი ეს არის თქვენი შინაგანი მდგომარეობა, რომელსაც მათ შორის მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს თქვენი ენერგეტიკული სტატუსი. ასე და ამგვარად. ადევნეთ თვალყური ანონსებს, თუ ნიუსები არ გაქვთ ამ გვერდის გამოწერილი, გამოიწერეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და მომავალ შეხვედრამდე.